დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმნით. ჩვენ როგორც ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმ უნივერსალურ სისტემაზე, სადაც ყველა ორგანო, ყველა ქსოვილი, ყველა უჯრედი ხმაშეწყობით მუშაობს. და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუბარი პრობლემების თავიდან აცილებაზე. დიახ, უამრავი პრობლემის თავიდან აცილება შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ყურადღებით წავიკითხავთ ნიშნებს, თუ ძალიან ყურადღებით გავაანალიზებთ ნიშნებს და ძალიან ხშირად გამოვიყენებთ ცოდნას იმისთვის, რომ პრობლემები ავიცილოთ თავიდან. დიახ, აღმოვაჩინოთ, იმიტომ რომ ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამიტომ არა მხოლოდ მარტი, არამედ მთლიანად გაზაფხული მიმდინარე წლისა დაეთმობა ცნობადობის ამაღლებას თირკმლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთავარი სათქმელით, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესი პროტექცია დეტექციით, ანუ უკეთესი თავდაცვა აღმოჩენით. რას გულისხმობს ეს ფრაზა? ამ საკითხს ჩვენ დეტალურად გავარკვევთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის თავმჯდომარე, ექიმი ნეფროლოგი ქალბატონი ირმა ჭოხონელიძე. დილამშვიდობისა ირმა. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა დაბრძანდით. მივესალმებით თქვენ ერთგულ მაყურებელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთგულება ამ წამოწყების მიმართ, რომელიც გულისხმობს თირკმლის ცნობადობასთან დაკავშირებით, თირკმლის პრობლემების ცნობადობასთან დაკავშირებით სისტემატურ ყოველწლიურ შეხვედრებს და მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად გეტყვით საგანგებოდ მადლობას იმისთვის, რომ ძალიან თანმიმდევრულად, ერთგულად თქვენ მიყვებით ამ ტრადიციას და არ დაგირღვევიათ ეს ტრადიცია იმისათვის, რომ საზოგადოებას ყოველწლიურად რაც დაუგროვდა პროფესიულ საზოგადოებას, სათქმელი ფართო საზოგადოებისათვის აი საკითხები გაუზიაროთ. მე ვახსენე ძალიან უცნაური სიტყვები, შეიძლება ბევრს ყურიც მოჭრა, რატომ შეიძლება აქტუალური იყოს თირკმლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ისეთი სიტყვები, როგორიც არის პროტექცია, დეტექცია, აღმოჩენა, თავდაცვა, რას გულისხმობთ, რატომ არის წელს სწორედ ეს მთავარი ფრაზა გამოყენებული თირკმლის ცნობადობისათვის, თირკმლის პრობლემების ცნობადობის ასამაღლებლად და რაც მთავარია თირკმლის უკეთესი ჯანმრთელობისთვის. დიდი მადლობა მარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი არხით ამის ყველაფრის გაჟღერება, რამე თუ თირკმლის დღე, რომელიც წელს იყო 13 მარტს, გულისხმობს საზოგადოების განათლების ამაღლებას თირკმლის ჯანმრთელობის თაობაზე. ალბათ, ყველასთვის გასაკვირი არის, რას ნიშნავს ცნობადობის ამაღლება, ცნობიერების ამაღლება. აღმოჩნდა, რომ თირკმლის დაავადება, რომელსაც ქვია თირკმლის ფუნქციის კარგვა, ანუ თირკმლის ქრონიკული დაავადება, ფარულად მიმდინარეობს. ანუ ყველას შესაძლოა ეგონოს, რომ აუცილებლად უნდა იყოს გარკვეული სიმპტომატიკა. შეიძლება იყოს დიზურიული მოვლენები, შეიძლება იყოს კენჭის გავლა, შეიძლება იყოს ანალიზებში ცვლილებები, რომელიც აუცილებლად შეშუპებით გამოვლინდება, ან გამოვლინდება შარდის შემცირებით. აღმოჩნდა, რომ დღეისათვის მსოფლიოში სადღაც მიახლოებით 850 მილიონია ადამიანი, რომელსაც აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადების ესა თუ ის ხარისხი, შეიძლება იყოს საწყისი ხარისხი, ამაში შედის პაციენტები დიალიზზე და ასევე თირკმელგადანერგილი პაციენტები. და აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა სადღაც მიახლოებით ალბათ 60-70% იყო დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, მაღალი არტერიული წნევით, კარდიოვასკულური დაავადებით, რაც მას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობდა ფარულად, მათ არ ჰქონდათ განსაკუთრებული სიმპტომი, კეთდებოდა აქცენტი სხვა დაავადებაზე, ისეთი როგორიც არის მაგალითად კარდიოვასკულური დაავადება მიდის კარდიოლოგთან, მაგრამ მას ეჭვიც არ ჰქონდა, რომ შესაძლოა ამავდროულად ხდება თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარება. შესაბამისად, სლოგანი, რომელიც არის წელს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ადრეული გამოვლენა, ანუ დეტექცია, რასაც ჩვენ ვამბობთ, რაც მას ნიშნავს, რომ თუ ადრე გამოავლენ, შენ იცი რა უნდა გააკეთო, იცი როგორ იცხოვრო, როგორ მოიქცე იმისათვის, რომ შევანოლოთ პროგრესი, ანუ თირკმლის ქრონიკული დაავადების პროგრესირების შენელება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც მას ნიშნავს, რომ ადამიანს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, იგივე დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია შეიძლება
ან საერთოდ არ დაჭირდეს, ან დაჭირდეს ძალიან გვიან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალბათ მოსახლეობისთვის, რაც უნდა საზოგადოებრივი არხით გავაჩღეროთ, ეს არის ის 5 მნიშვნელოვანი დაავადება. კიდევ ერთხელ ჩამოთვლი, ეს არის მაღალი არტერიული წნევა, თითქოს ვერავინ ვერ იფიქრებს, წნევა და თირკმლის დაზიანება ცოტა წარმოუდგენელია. მეორე ეს არის კარდიოვასკულური დაავადება, მესამე ეს არის შაქრიანი დიაბეტი, მეოთხე სიმსუქნე, რომელიც ადრე არ განიხილებოდა. მეცაც ვიტყვი, რომ განიხილებოდა სიმსუქნე მეტაბოლური აქტივობით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეტაბოლური აქტივობა, ანუ თქვათ, მაღალი ქოლესტერინი იქნება თუ არ იქნება, თირკმლის დაზიანება ჭარბი წონის დროს მაინც ხდება. და ეს არის ასევე ოჯახური ანამნეზი, ანუ განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებმაც იციან, რომ მათ წინაპრებს გარკვეულ თაობას ჰქონდათ თირკმლის დაზიანება, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ, იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს აბსოლუტურად უსიმპტომო და ადრეული გამოვლენა ძალიან უბრალო ანალიზებს გულისხმობს, ეს არის სიცხში კრეატინის გაზომვა და შარდში ალბუმინ კრეატინის ფარდობა, იგივე ცილის აღმოჩენა, მაგრამ უფრო ადრეულ ფაზაშია. ამას ქვია ანალიზი ქვია ალბუმინ კრეატინის ფარდობა შარდში. როდესაც თქვენ დაასახელეთ 5 ძირითადი პრობლემა, რომლის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისაც რომ თირკმელი დავზოგოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს ჩვენ აუცილებლად უნდა ვივარაუდოთ თირკმელი როგორც შესაძლო სამიზნე. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში თირკმელი როგორც სამიზნე, სიმსუქნის შემთხვევაში თირკმელი როგორც სამიზნე და თქვენ ხაზი გავუსვით როგორ შეიცვალა თუნდაც ამ დიაგნოზის მიმართ დამოკიდებულება თირკმელთან მიმართებაში. მაგრამ თქვენ ახსენეთ ლაბორატორიული კვლევები. როდესაც წლევანდელ მთავარ გზავნილს უბრუნდებით, აღმოვაჩინოთ თავდასაცავად, ანუ აღმოჩენა, ადრეული ცოდნა იმისა, რომ თირკმელი შესაძლოა საფრთხის ქვეშ არის, უკეთ იცავს თირკმლის ჯანმრთელობას. თქვენ მიერ დასახელებული ლაბორატორიული კვლევები გვეხმარება ამაში? ეს არის შესაძლებლობა ადამიანებისათვის, ფართო საზოგადოებისათვის, რომ სწორედ ამ ინსტრუმენტებით, ამ მარტივი ლაბორატორიული კვლევებით აღმოვაჩინოთ შესაძლო პრობლემა ან რისკი, რომელიც თუნდაც ოჯახური ისტორიის ნაწილია. დიახ, სწორედ ეს არის ის ლაბორატორიული კვლევები მარტივი არის, სწრაფი არის, ხელმისაწვდომია და განსაკუთრებულად ხაზი უნდა გაუსვა, რომ დღეს ჩვენი საოჯახო მედიცინის წარმომადგენლები ამ ინსტრუმენტს ფლობენ, ანუ მათ შეუძლიათ მოსახლეობის გასკრინვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლში კრეატინის გაზომვა შედის იმ აუცილებელ სასკრინინგო ანალიზებში, რომელიც რეალურად არის დაზღვეულებში, არის იგივე პენსიონერებში და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, შარდის საერთო ანალიზი, რომელიც აღმოაჩენს მინიმალურ ცილას, ანუ რიგ შემთხვევაში ალბუმინ კრეატინის ფარდობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში შარდის საერთო ანალიზი, რომელიც აღმოაჩენს ცილას არის და ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამას უნდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ასევე გულისხმობს ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ძალიან ეხმარება იმ პრევენციასაც, იმიტომ რომ ერთია აღმოჩენა, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსენებთ 20 წლის წინ როგორი სიდუხჭირე იყო, მასთან ამ პერიოდის შედარება არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ასევე პროტექციაც, ანუ დაცვაც განვახორციელოთ, რამე თუ ქრონიკულად ის მედიკამენტები, რომლებიც ყველასათვის ცნობილი არის ანტიჰიპერტენზიული, ანუ წნევის დამწევი, ასევე აღმოჩნდა იცავს თირკმელს ქრონიკული დაზიანების პროგრესირებისგან. აქედან გამომდინარე, მულტიდისციპლინური მიდგომა იმას ნიშნავს, რომ არა მარტო ნეფროლოგი აღმოაჩენს ამას, არამედ ეს ინფორმაცია გავრცელებული არის უკვე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ოჯახის ექიმებისთვის და არის უკვე კარგი თანამშრომლობა კარდიოლოგებთან, ენდოკრინოლოგებთან. გარდა ამისა, ხაზი უნდა გაუსვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ 2024-ში ამერიკის გულის
საზოგადოებამ გამოაქვეყნა ახალი ტერმინი, რომელსაც ქვია გულსიძახთა თირკმლის მეტაბოლური სინდრომი. რაც იმას გულისხმობს, რომ იმათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, თუნდაც ჭარბი-წონა და სიმსუქნე, აქვთ მაღალი რისკი. ანუ ეს არის ცნობიერების ამაღლება, რომ ოჯახის ექიმი, პირველ რიგში ჯანდაცვის რგოლი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი იყოს ძალიან ყურადღებით და უბრალოდ გამოვლენა იქ, სადაც არის შესაძლებელი, აკვე არის წინაპირობა იმის, რომ ადამიანს აქვს ინფორმაცია, მან იცის როგორ გაუფრთხილდეს თავს, ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. თქვენი გადაცემის მეშვეობითაც გამოვლენილი ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, რომელთაც თავის დროზე გამოვლენილი მცირედი დარღვევებით შეცვალეს რადიკალურად თავიანთი ცხოვრების წესი და დღესაც ინარჩუნებენ თირკმლის ისეთ ფუნქციას და არ საჭიროებენ არც თირკმლის ჩანაცვლების თერაპიას, არც თირკმლის ტრანსპლანტაციას. ერთი ძალიან გავრცელებული კითხვა უნდა დაგისვათ, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენს მრავალწლიან ყოველდღიურ პრაქტიკაში არაერთხელ მოგისმენიათ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ საჯაროდ დავსვათ ეს კითხვა. როდესაც ადამიანები პროფილაქტიკურად ულტრაბგერით გამოკვლევას იტარებენ, ძალიან ხშირად სხვადასხვა სისტემასთან ერთად შარდგამომყოფ სისტემასაც ამოწმებენ და აუცილებლად აქვთ პასუხად, რომ დიახ, მე თირკმელი ჯანმრთელი მაქვს, არაფერი ხდება ჩემს თირკმელში. მაშინ რატომ უნდა ჩავიტარო ლაბორატორიული ტესტირება იმისათვის, რომ რაღაც პრობლემა აღმოვაჩინო? ასეთი პრობლემა ულტრაბგერით კვლევაზე, ეკოსკოპიას ხომ არ აღმოუჩენია. რამდენად არის ეს ერთმანეთთან დაკავშირებული და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს განმარტება. ერთია ვხედავდეთ და მეორეა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს სინამდვილეში თირკმელი. ულტრაბგერა არის ვიზუალური დახასიათება თირკმელების, ის ფუნქციურად ვერ ახასიათებს თირკმელს. შესაბამისად, შეიძლება იყოს პარადოქსული შემთხვევები, ანუ ადამიანს ჰქონდეს ულტრასონოგრაფიულად კარგი ზომის თირკმელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ფუნქცია იყოს დაქვეითებული. რამე თუ ეს აისახება მხოლოდ და მხოლოდ სისხლის ანალიზში. შესაბამისად, შარდი და სისხლი არის მთავარი თან არც ისეც ვირიჩდება, ეს ყველაფერი ძალიან იაფია, უბრალოდ რომ აღმოვაჩინოთ. ულტრაბგერა უკვე არის დამხმარე, რა თქმა უნდა, ლაბორატორიული, ანუ გამოკვლევა, რომელიც გვეხმარება გამოვავლინოთ მიზეზი, თქვათ, არის თუ არა იქ თანდაყოლილი უროლოგიური პათოლოგია, არის თუ არა ზომების შეცვლილი, ან რომელიმე ისეთი თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ქმნის რისკს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების. მაგრამ სასკრინინგოთ, რა თქმა უნდა, ულტრასონოგრაფია არ გამოგვადგება. სასკრინინგოთ არის სიმარტივე საჭირო, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სწრაფი, მარტივი, იაფი. აი ეს სამი პირობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე, როდესაც ჩვენ გამოვავლენთ, რომ აი აქ არის რისკი სისხლისა და შარდის მიხედვით, შემდეგ უკვე უღრმავდებით კვლევებს და ვეძებთ, რა თქმა უნდა, ულტრასონოგრაფიასაც ვაკეთებთ და სხვა დამატებით კვლევებს, რათა გამოვიკვლიოთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შეცვლის და გაუარესების. ძალიან დიდი მადლობა ირმა იმისთვის, რომ ჩვენ არც დღეს დავარღვიეთ ტრადიცია. მადლობა დღევანდელი ინფორმაციისთვის და იმ ფრაზის განმარტებისთვის, რომელიც თითქოს უჩვეულოდ ჟღერს თირკმელთან მიმართებაში დეტექცია პროტექციისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თავდასაცავად, ძალიან ბევრი საკითხის აღმოჩენა შეგვიძლია, თუნდაც დღევანდელი თქვენი საუბრის დამსახურებით. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი ირმა ჭოხონელიძე. ჩვენ წინ გველოდება კვებით შუქნიშანი. კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად არის კვებითი რეკომენდაციები და შესაბამისად ჩვენ საუბრობთ კვებაზე. ძნელა წარმოსადგენია, როდესაც ვახსენებთ საკვებს, მას დავუკავშიროთ წყალი. რატომღაც ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში. არა და საკვები არის კრებითი სახელი, რომელიც აერთიანებს საჭმელსაც და სასმელსაც. დიახ, სასმელი არის წყალი, მაგრამ წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასმელია. უფრო მეტიც, ეს არის საკვები ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლეს, განსაზღვრავს
აკმავს სიცოცხლეს და როდესაც თირკმლის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წყალი. წყალი ყველა ორგანოს სჭირდება, ყველა სისტემას სჭირდება ნორმალური მუშაობისთვის, სიცოცხლისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალზე საუბარი მაშინ, როდესაც წარმოვიდგენთ, რას აკეთებს თირკმელი. თირკმელი სისხლს ფილტრავს და უვარგის ნივთიერებებს გადაიტანს შარდში. ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად წყალი არის ის მთავარი მდგენელი, რომელიც სისხლში თხევად მასაში უნდა წარმოვიდგინოთ. ამიტომ წყლის ნაკლებობა აზარალებს თირკმლის ფუნქციას. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. იმისათვის, რომ თირკმლის სისხლძარღვები, მისი კედლები იყოს ტონუსში და იყოს სრულფასოვნად მომუშავე, მას აუცილებლად სჭირდება, რომ მასში მოძრაობდეს სითხე სრულყოფილად და ასეთ შემთხვევაში წყალს უზარმაზარი როლი ენიჭება. და სწორედ წყალში, თხევად გარემოში საკვები ნივთიერებების მოწოდება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მთლიანად ორგანიზმისათვის და მათ შორის საკუთრივ თირკმლის კვებისათვის. მე სულ ცოტა სამი ფაქტორი დავასახელე იმისათვის, რომ წყალი არ დაგვავიწყდეს თირკმლის ჯანმრთელობისათვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თუ თქვენ მაგალითად იცით, რომ გაქვთ მიდრეკილება ეგრეთ წოდებული ქვიშის, კენჭების წარმოქმნისკენ, აუცილებლად შეაფასეთ კრიტიკულად, რამდენად ადეკვატურად იღებთ წყალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემების პროფილაქტიკისთვის თავიდან ასაცილებლად. მოკლედ, წყლის მოხმარება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ზოგადად ჯანმრთელობა და მათ შორის თირკმლის ჯანმრთელობა. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ხვალამდე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.